მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება მომდევნო ერთი თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. დღეს პოზიციებს ირჩევთ თქვენი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და გავიგოთ როგორი იქნება თქვენთვის მომდევნო ერთი თვე. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ტარო შესწავლით ხართ დაინტერესებული, მომწერეთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველში. და რა თქმა უნდა, ვიწყებთ ჩვენ ვერძით. მოგესალმებით ყველას. და ვნახოთ მომდევნო ერთი თვის ვადაზე რა გელით პირადში ვერძებს. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არსებობდეს ახლა ესეთი პიროვნება, რომელიც ამ დროის მანძილზე რაღაც ტყუილში გამოიჭიროთ და პირდაპირ მნიშვნელობით მოუწყოთ მას სასამართლო. ვერ ვხედავ, რომ თქვენ დაზარალებული დარჩებით, იმიტომ რომ ამ ტყუილს მალევე მიხვდებით. საოცარი ინტუიცია გაქვთ, საოცარი გამოცდილებები გაქვთ. ძალიან კარგად გესმით უკვე პიროვნების ამოცნობა შეგიძლიათ აქედან გამომდინარე თქვენს ცხოვრებაში არსებობს ახლა შეიძლება ეს მაინც თქვენი პარტნიორი არ იყოს, მაგრამ იყოს თქვენით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც თქვენს მოხიბლას აქტიურად ცდილობს, მაგრამ თქვენ მასში რაღაც საეჭვო დეტალები იპოვოთ, ეს ეჭვი გაამართლოთ, დაუმტკიცოთ და პირდაპირ ეს თქვენს მიერ გამოძიებული დეტალები პირდაპირ უთხრათ და საქმის კურსში ჩააყენოთ, რომ ამას შენ არასწორად აკეთებ. სიმართლის გარკვევა არის ასეთი ინფორმაცია მოგცა ტარო. თუმცა თქვენს ცხოვრებაში არის არჩევანი, შეიძლება ეს ისტორია სხვა პიროვნებას უკავშირდებოდეს, მაგრამ არსებობს სხვა მეორე ადამიანი, რომელიც უფრო რაღაც მყარ და სტაბილურ ემოციებს გაგიზიარებთ. და სხვათა შორის ერთი თვის პროგნოზს რომ ვაკეთებთ, აქ მოდის ესეთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი თქვენს ცხოვრებაში, პირად ურთიერთობაში უშუალოდ, რომ თქვენ აკეთებთ ძალიან სერიოზულ არჩევანს და სწორ არჩევანს. შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც თქვენით არის დაინტერესებული და თქვენს რაღაც მასში დაინახოთ ღირებული თვისებები და შანსი მისცეთ ამ პიროვნებას. ან თუ მაინც აი ამ პიროვნებაზე რომ ვისაუბრე, რომელიც შეიძლება ტყუილში გამოიჭიროთ, აი ამ პიროვნებასთან მიმართებაში გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რომ თქვენი ემოციები ამის შემდეგ მასთან დაკავშირებით საერთოდ აღარ დაზარალდეს და თქვენთვის სასიკეთოდ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ახლა კი ჩვენ ვნახოთ აი ესეთი ინფორმაცია, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ კარგი ურთიერთობა ამ თვის მანძილზე. და ეს არის ქალწული. მომდევნო ერთი თვის მანძილზე დააკვირდით ქალწული ზოდიაქოს ნიშანთან დაკავშირებით მინიშნებებს და შეიძლება ასეთი ნიშნით ქვეშ დაბადებულმა პიროვნებამ გაგიწევთ რაიმე სახის დახმარება, ან დამეგობრდეთ მასთან, ან გაიღრმავოთ უფრო მასთან ურთიერთობა და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იყოთ შედარებით ფრთხილად. ეს არის თქვენივე ზოდიაქოს ნიშანი, სხვათა შორის ვერძი, რომელთანაც შედარებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, არ ახვეთ მასთან დისკუსიას, არ შეხვიდეთ მასთან კამათში და თუ რაიმე ისეთი ნიშანი
მოგცეთ სამყარომ, რომ დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა, რაღაც კონფლიქტი გაჩნდა, შეგიძლიათ ეს კონფლიქტი თავიდან თქვენვე აირიდოთ და მასთან ურთიერთობა განმუხტოთ. დაგემშვიდობებით თქვენ. და ჩვენ გადავინაცვლოთ უკვე ხებამ კარტებს. ჩვენ გადავინაცვლოთ შემდეგი ზოდიაქოს განხილვა. და შემდეგი ზოდიაქო არის, რა თქმა უნდა, კურო. მოგესალმებით და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში როგორი იქნება მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი. რა გელით თქვენ კუროებს? ხაკ თქვენ გამოდიხართ რაღაც ილუზიური მდგომარეობიდან, რომელიც შეიძლება შეგიქმნათ იმ პიროვნება, რომელთანაც გარკვეულწილად რაღაც სასიყვარულო ურთიერთობაში შეხვედით, ან ფლირტში შეხვედით, ან საკმაოდ ახლოს მიხვედით ამ პიროვნებასთან, დაუახლოვდით, მაგრამ აი ამ თვის განმავლობაში დაგრჩებათ ისეთი განცდა, ცოტათი იმედგაცრუება მოდის, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ რაღაცა ილუზიური პიროვნება არის და მისი დანაპირები, მისი თქმული სიტყვები რეალობას არ ემთხვევა და სხვათა შორის გზიდან იშორებთ ყველა იმ მოვლენას, ყველა ისეთ პიროვნებას, რომლებსაც უკვე შეატყობთ, რომ რაღაცა ყალბი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნება, ვისთანაც ახლა გაქვთ რაღაც სახის ურთიერთობა, ან მცდელობა, რომ ურთიერთობა დაალაგდეს, ან შეიძლება ამ დროის მანძილზე გამოჩნდნენ ისეთი თაყვანისმცემლები, რომლებიც მხოლოდ საუბრობენ და საქმე-საქმეზე რომ იდგება, აი ამ ილუზიების განცდა გექნებათ, რომ რაღაცა მათი დამოკიდებულება თქვენთან არ მოგეწონებათ და მათზე უარს ამბობთ. რაღაც ტოქსიკური პიროვნებების ჩამოშორება, ან კონკრეტულად ერთი პიროვნების ჩამოშორება გაქვთ, რომელთანაც კიდევ ერთხელ გავმეორდები, უსაფუძვლო თქვენი რეაქცია არ არის, ანუ საფუძვლიანად მიხვდებით, რომ რაღაცაში დროს კარგავთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. პატარა დანაკლისის შეგრძნება გექნებათ, ვერ ვიტყვი, რომ თლად უმტკივნეულოდ ჩავივლის ეს ამბავი, მაგრამ თქვენ ხართ ძალიან მიზანდასახული ამ შემთხვევაში და თქვენი აზრი, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება და ამას აბსოლუტურად თქვენი ვენებით გააკეთებთ და აი ამ ყველაფერს იმიტომ გაფილტრავთ ესეთ პიროვნებებს თქვენი ცხოვრებიდან, რომ თქვენვე მიხვდებით, რომ მათ გარეშე თქვენი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება ეს თუ მენტალური მდგომარეობა იქნება თუ გუნება განწყობილება უფრო უკეთესია და უფრო ჯანსაღია ვიდრე მათთან ყოფნის დროს. ანუ თქვენი მომდევნო 1 თვის სასიყვარულო პროგნოზი უფრო არის მორგებული იმ საკითხზე, რომ თქვენ ირჩევთ მარტოობას, იმიტომ რომ თქვენთვის შესაძლებელი პარტნიორები არ არიან თქვენს გარშემო, პირიქით არიან უფრო ენერგოვამპირები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს რესურსს აქეთ იღებენ და მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მირჩევია ვიყო მარტო, მაგრამ ნაყოფიერად გავატარო ეს პერიოდი, დავუთმო ჩემს თავს ეს დრო, მივხედოთ ჩემს გარეგნობას, ან სწავლას, ან რაღაცა იმ მიზნები დავისახო, ვიდრე არ ესეჭირო ადამიანმა ილუზიები შემიქმნას და დრო დამაკარგინოს. აი ესეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ ჩემო ძვირფასებო. ახლა ჩვენ ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ კარგი ურთიერთობა. და ეს არის თხის რქა, შეიძლება დამეგობრდეთ ამ დროის მანძილზე თხის რქასთან, ან შემდგომი პარტნიორი იყოს ზუსტად ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული და მასთან გქონდეთ ჰარმონია. და ვნახოთ ასევე, რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა უფრთხილდეთ ამ დროის განმავლობაში და ეს არის მშვილდოსანი, შეიძლება რაღაც პატარა კონფლიქტი ან გაუგებრობა შეგექმნათ მშვილდოსანთან.
ან ზოგადად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან და შეგიძლიათ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ და მათთან დისკუსიაში ამ პერიოდის მანძილზე არ შეხვიდეთ, რადგან გაუფრთხილდეთ თქვენს ნერვულ სისტემას და აირიდოთ თავიდან უსიამოვნებები. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო წარმატებებს გისურვებთ. და ჩვენ გადავინაცვლოთ შემდეგ ზოდიაქოსთან და შემდეგი ზოდიაქო გახლავს რა თქმა უნდა ტყუპები. მოგესალმებით და ვნახოთ თქვენი მომდევნო ერთი თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი. აქ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოდის ტყუპებთან. აქ არის წყენის დავიწყება. აქ არის თუ ოჯახში რაღაც პრობლემები გაქვთ, ვინც დაოჯახებული ხართ, რაღაც პრობლემები არის ახლა ამ წუთას, ან თქვენს პარტნიორთან, ან თვითონ შეიძლება იყოს აქ დედამთილთან პრობლემა, ან ოჯახში დაძაბულობა. აი ამ ყველაფრის განმოხტვას მოახმართ ამ ერთ თვეს, სხვათა შორის ძალიან კარგად დამთავრდება ეს ყველაფერი, ყველანაირი კონფლიქტს უკან მოიტოვებთ, თუ დაშორებას გეგმავთ პარტნიორთან, ეს დაშორება არ შედგება, კარგად დამთავრდება, პირიქით შერიგებით და ჰარმონიით დამთავრდება და თქვენ დარჩებით სასიყვარულო სტატუსში. შეიძლება აქ იყოს აღდგენილი ურთიერთობების ძალიან დიდი შანსი, თუ გსურთ რომ აღადგინოთ ურთიერთობა წარსულ პარტნიორთან, გენატრებად, მასთან ისევ გსურთ ყოფნა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ აღადგინოთ ეს ურთიერთობა, რომელიც ახლა გულის ტკივილს გვრით და შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ვინც ახლა თავისუფალი არის და საერთოდ ურთიერთობებში არ ხართ, მაგრამ აი ეს რაღაც თავისუფლებაც უკვე თქვენთვის შემაწუხებელი გახდა და გინდათ რომ თქვენს თავსაც მოხდეს რაღაც რომანტიკული მოვლენები, სხვა შორის ძალიან კარგი და პერსპექტიული ეტაპი გექნებათ, რომ თქვენ გაიცნოთ ზუსტად ისეთი ადამიანი, ახალი ნაცნობი, რომელთანაც შეხვალთ ურთიერთობაში და რომელიც მოგცემთ სტატუსს და რომელთანაც შეიძლება სამომავლოდ საოჯახო პერსპექტივებიც გამოჩნდეს. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ანუ აქ რომ შევეჯამოთ, მოდის ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა, ვისაც გსურთ, თუ ახლა დაშორების პირას ხართ, ნაწყენები ხართ ამ ყველაფრის განმოხტვა და შერიგება და ასევე არის ვინც თავისუფალი არის და მარტო ხართ, ისეთი პარტნიორის გაცნობა, რომელთანაც შემდგომ ჩამოაყალიბებთ სტატუსიან ძალიან სერიოზულ ურთიერთობას. ახლა კი ვნახოთ ტყუპებისთვის, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ თქვენ კარგი ურთიერთობა ამ დროის მანძილზე. და ნახეთ, თქვენივე ზოდიაქოს ნიშანთან, ტყუპებთან გექნებათ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა. აქ შეიძლება თქვენივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთან დაუკავშიროთ ბედი, ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ტყუპებთან გქონდეთ უფრო მეტად გულახდილი საუბრები, მიიღოთ რჩევები, ან შეიძლება აქტიურად ჩაებათ თქვენივე ზოდიაქოს ინფორმაციები მოიძიოთ და რაღაც პროგნოზებს უყუროთ და ტყუპების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციები გაიგოთ და რაღაც მნიშვნელოვან და კარგ ნიუსებს გაიგებთ თქვენივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისგან. შეიძლება თქვენივე ასევე ჯგუფში იყოთ რაღაც გაწევრიანებული და ეგ დაიპოსტოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ან რაღაც ისეთი გამამხნევებელი პოსტები, ხო? რაღაც ესეთი ინფორმაცია მოდის და ნახოთ რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იყოთ ფრთხილად. და აქ მოდის თქვენ შემთხვევაში კირჩხიბი. შეიძლება კონფლიქტური ვითარება შეგექმნათ კირჩხიბთან, რაღაც დისკუსიაში მოყვეთ ან რაღაც გაუგებრობებში აღმოჩნდეთ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან და შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ და წინასწარ მომზადებულიყოთ და განმოხტოთ, გაერიდოთ კონფლიქტს და ამ ზოდიაქოს ნიშანთან არ შეხვიდეთ დაძაბულ კავშირში. დაგემშვიდობებით თქვენ და ჩვენ გადავიდეთ ნელ-ნელა
შემდეგ ზოდიაქოსთან რომელიც არის, რა თქმა უნდა, კირჩხიბი. მოგესალმებით, კირჩხიბებო. და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ტარო რას გეტყვის, როგორი იქნება თქვენთვის მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი. ძალიან რომანტიკული. უსომოდ რაღაც თქვენში გაცოცხლდება სასიყვარულო განცდები, თქვენში მოჭარბებული იქნება ემოციები, თქვენში მოჭარბებული იქნება ის სურვილი, რომ გქონდეთ მუდმივად რაღაც რომანტიკული განწყობა. ემოციებით სავსე თვე გაქვთ დაგელით ესეთი მშვენიერი რომანტიკული საწყისები. აქ მოდი ესეთი რაღაც ჩავშალოთ. თუ ახლა ხართ ურთიერთობაში, თქვენივე პარტნიორთან მოაწყობთ ძალიან ხშირ შეხვედრებს, თუ დისტანციაზე ხართ, ძალიან ბევრ ვიდეო ჩარტვებს, მაინც სულ თითქოს ესეთი განცდა გექნებათ, რომ ახლოს ხართ, ერთმანეთთან ძალიან დიდ დროს გაატარებთ, თუნდაც ვირტუალურად და შორიშორს, თუ ახლოს ხართ, პირიქით სულ გენდომებათ, რომ პარტნიორს დაუთმოთ ძალიან ბევრი დრო, მოაწყოთ რომანტიკული შეხვედრები. შეიძლება სამოგზაუროდ ფიქრობდეთ სადმე ერთად წასვლას, ან ესეთი იდეები გაჩნდეს, რაღაც ახალი გეგმები დასახოთ მასთან. ვინც ურთიერთობაში არ ხართ, შეიძლება გამოჩნდეს ისეთი პიროვნება, რომელთანაც იგრძნობთ აი ამ პერსპექტივებს, რომ ეს ადამიანი ემოციურად გიზიდავთ, მასთან ყოფნა გინდათ, რაღაც სასიყვარულო განწყობაზე დაგაყენებთ, რაღაც სასიამოვნო შეხვედრებში იქნებით, ფლირტი გექნებათ, კომუნიკაცია გექნებათ, ძალიან მსუბუქი პერიოდი გექნებათ და სხვათა შორის აი აქ თუ კონფლიქტური ვითარება გაქვთ, აი ამ კონფლიქტებიდანაც გამოდიხართ და რაღაც უფრო სასიყვარულო ენერგეტიკაში გადადიხართ და არ იქნებით გაღიზიანებული, არ იქნებით დაძაბული, არ იქნებით რაღაც პრობლემების მოძიებაში, არანაირი ჩაღრმავებები არ გენდობებათ, უბრალოდ გენდომებათ, რომ დატკბეთ ცხოვრებით. ძალიან კარგი პერიოდი შემოდის თქვენთვის სხვათა შორის და ახლა ჩვენ ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ ამ პერიოდის მანძილზე კარგი ურთიერთობის პერსპექტივა და აქ მოდის სხვათა შორის სასწორი. შეიძლება ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებებთან გქონდეთ ახალი ნაცნობობა ან სამეგობრო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, ან ამ პიროვნებასთან იგრძნოთ თავი ძალიან ჰარმონიაში და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება გქონდეთ კონფლიქტი და უნდა გაფრთხილდეთ, ესეც ვნახოთ და აქ მოდის კურო. მოვერიდოთ ამ დროის მანძილზე კუროს ზოდიაქოს ნიშანთან კამათს, კუროს ზოდიაქოს ნიშანთან დაძაბულობას და მათთან რაიმე სახის დისკუსიაში შესვლას მოვერიდოთ. დანარჩენ შემთხვევაში შეიძლება კუროსთან ზოგადად ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ ამ პერიოდის მანძილზე იყოს ცოტა სენსიტიური მდგომარეობა და ეს მივიღოთ გაფრთხილებად. დაგემშვიდობებით თქვენ. და ახლა ჩვენ გადავიდეთ შემდეგი ზოდიაქოს განხილვაზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ლომი. მოგესალმებით. და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი. როგორი იქნება და რას გვეტყვის ტარო თქვენზე. პირდაპირ თასების მეფე მოდის თქვენთან. გავიგოთ. აქ ჩემო ძვირფასებო გყავთ ახალი თაყვანისმცემელი, ლომებს. თქვენთან მოდის ახალი თაყვანისმცემელი. ადამიანი, რომელიც ერთი თანახმით მოინუსხება და ძალიან გულში ჩაუვარდებით, ეს შეიძლება იყოს მეგობრების მხრიდან გაცნობილი პიროვნება, უბრალოდ სპონტანურად ჩაიცვათ, ლამაზად მოიკაზმოთ, თქვენთვის საყვარელი ლუკი აარჩიოთ, რაღაც სარკეში რომ თქვენს თავსაც შეხედოთ და კმაყოფილი დარჩეთ, რომ დიახაც კარგად გამოვიყურები, ესეთ განწყობაზე დადგეთ, გახვიდეთ გარეთ, ნახოთ მეგობრები და ზუსტად იქ გაიცნოთ ეს ადამიანი, ესეთ წრე
წრეში შეიძლება დაბადების დღეზე იყოთ დაპატიჟებული და იქ გაიცნოთ რაღაც თავშეკვრა მეგობრების წრე. აი ესეთი ძალიან ესეთი განმუხტვის პერიოდი გაქვთ, სადაც მოდის ადამიანი, რომელთანაც საერთოდ არ გაქვთ დაგეგმილი, რომ რაღაც რომანტიკული ურთიერთობისთვის გახვედით, მაგრამ სადაც არელით იქ დაგხვდებათ თქვენი ესეთი თქვენთვის დამაინტერესებელი ადამიანი, სხვა შორის მისგან მოდის ინიციატივა, მაგრამ თქვენს გულგრილი მის მიმართ არ რჩებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა გყავდეთ პარტნიორი, მაინც რაღაც მომენტში ამ პიროვნებამ თქვენი ფიქრები მოიპაროს. აქ შეიძლება ცოტათი ისეთ ინფორმაციას გეუბნებით, რომ ახლა თქვენთვის იყოს ძალიან ესეთი მიუღებელი, რომ ესეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ყველაფერი ხდება ასე, რომ თუ თქვენი პარტნიორი ძალიან გიყვართ, ამ ადამიანს უბრალოდ უარს ეთქვით, არაფერი საგანგაშო არ არის. უბრალოდ მოდის თქვენს პირად ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ნაცნობობა, რომლისთვისაც უნდა იყოთ მზად. ანუ ურთიერთობაში თუ ხართ, ამასაც განვიხილავ, თქვენს პარტნიორთან გელით დაუგეგმავი შეხვედრა, ან თქვენი პარტნიორის მხრიდან წამოვა დაუგეგმავი, ესეთი სპონტანური იდეა, რომ მისი მეგობრები გაგაცნოთ, ან შეიძლება ოჯახის წევრების გაცნობის მომენტიც დადგეს და თქვენ ეს ყველაფერი ძალიან გაგახარებთ და მასთან ძალიან უფრო მჭიდრო ემოციურ კავშირში შეხვალთ. ახლა კი ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ ამ დროის მანძილზე კარგი ურთიერთობა. და ეს არის მურიელი, სხვათა შორის ამ დროის მანძილზე თქვენს სამეგობრო წრეში არ შეიძლება ეს ზუსტად ახალი ადამიანი, რადგან აქ თასების მეფე არის ძალიან დიდი პერსპექტივა არის, რომ ზუსტად მურიელი იყოს, ახალი ნაცნობი, კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების ძალიან დიდი პერსპექტივა არის ზუსტად ამ ზოდიაქოს ნიშანთან და ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იყოთ შედარებით ფრთხილად. აქ მოდის მერწყული, რომელთანაც შეიძლება გაჩნდეს უეცარი ესეთი არასასიამოვნო დამოკიდებულება, ან ერთმანეთს ვერ გაუგოთ, ან უბრალოდ რაღაც მომენტში შეიძლება ერთ აზრზე ხართ და აზრის თანხვედრა გაქვთ, მაგრამ მაინც დისკუსიაში შეხვიდეთ, მე ერთმანეთს გული დაწყვიტოთ და აქედან გამომდინარე დღევანდელი ეს გაშლა მივიღოთ გაფრთხილებად, რომ ამ დროის მანძილზე თუ არ გინდათ, რომ ამ პიროვნებასთან თუ თქვენი მეგობარი ახლობელია და არ გინდათ, რომ შემდგომ ურთიერთობა უფრო გაფუჭდეს, ამ დროის მანძილზე მოვერიდოთ მერწყულთან კონფლიქტს. დაგემშვიდობებით თქვენ და ახლა ჩვენ გადავინაცვლოთ შემდეგი ზოდიაქოს განხილვაზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ქალწული. მოგესალმებით. ჩემო ძვირფასო ქალწულებო და ვნახოთ, კარტმა იჩქარა, რაღაც გეჩქარებათ. ნახოთ, როგორი იქნება თქვენთვის მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი. გითხარით, რაღაცას ჩქარობთ თქო და ზუსტად ასეთი არკანიც გვეუბნება, რომ თქვენ მიიღებთ საფლო გადაწყვეტილებებს, რაღაც პრობლემებს გადაჭრით. შეიძლება აიღოთ ინიციატივები, რომ თუ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობაში ვიღაც არ მოგეწონათ, რომელიც თქვენს პარტნიორს რაღაცნაირად ეფლირტავება, ან ეჭვები გაქვთ, რომ თქვენს პარტნიორს თვალი დაადგა, ან ფოტოებს ულაიქებს, ან რაღაც მომენტში გამაღიზიანებლად იქცევა, თქვენ არც აციებთ, არც აცხელებთ პირდაპირ ურთიერთობას არანაირად ესე არ მიუშვებთ ამ ადამიანს და პირდაპირ მიხვალთ და ეტყვით, რომ რაც ჩემია და განზე გადაექი. აქ არის ურთიერთობის გარკვევა, აქ არის ეჭვიანობა ცოტათი თქვენი მხრიდან, აქ არის მესამე პირის გამოჩენის რისკი, რომელთანაც მოგივათ გადამწყვეტი მნიშვნელოვანი საუბარი და გზიდან მეტოქეს ჩამოიშორებთ. კიდევ ვნახოთ. ცოტათი რაღაც მომენტში გაბრაზებულს გხედავთ, მაგრამ ყველაფერს სათქვენოდ გადაწყვეტ, დაალაგებთ. ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ ომი მოიგეთ, გაიმარჯვეთ, თქვენს სიძლიერეს შეიგრძნობთ და სხვათა შორის ცოტა ხისტი ენერგიები გექნებათ და ისეთი თვე მოდის, რომ მოგიწევთ თქვენი სიყვარულის ან თქვენი აზრის დემონსტრირება და დაფიქსირება და იმის დამტკიცება, რომ ხართ მართალი.
ვისაც არ ყავთ ესეთი პარტნიორი, შეიძლება აქ იყოს ესეთი მომენტი, რომ თავი შეგახსენოთ ყოფილმა პარტნიორმა, რომელთანაც უსიამოვნება ხელახლა მოხდეს, მაგრამ მალევე მოაგვაროთ ეს კონფლიქტი და უბრალოდ შეეშვათ ამ ადამიანს და თქვენი დაიგნორება, თქვენს მიერ მის მიმართ ესეთი იგნორის ომი, იგნორის ომს მეძახი ხოლმე, თქვენივე გამარჯვებით დასრულდეს, ხომ? ესეც შეიძლება ჩავთვალოთ აქ. ახლა კი ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ ამ დროის მანძილზე კარგი ურთიერთობა. და ეს არის ლომი. შეიძლება ეს აი ამ სიტუაციაზე თქვენს უახლოეს მეგობარს, რომელიც არის ლომის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული, ესაუბროთ და რაღაც ხარი დაგიჭიროთ ამ ვითარებაში პიროვნებამ, თუ ესეთი მეგობარი არ ყავთ, შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც საერთოს გამონახავთ და კარგ დამოკიდებულებაში შეხვალთ, შეიძლება გქონდეთ მასთან საერთო საქმიანობის წამოწყების პერსპექტივაც და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იყოთ შედარებით ფრთხილად და ეს არის სხვათა შორის სასწორი თქვენს შემთხვევაში. კარგი გვეუბნება, რომ ამ დროის მანძილზე შეიძლება პატარა უსიამოვნება მოხდეს სასწორი ზოდიაქოს ნიშანთან და რაღაც მომენტში მასთან დისკუსია თქვენივე ასე ვთქვათ, თქვენთვის სასარგებლოდ დამთავრდეს, მაგრამ მაინც რაღაც მომენტში ესეთ ზოდიაქოსთან გქონდეთ პატარა ბრაზი და წყენა. შეგიძლიათ ამ კონფლიქტს თავი არიდოთ, მაგრამ შეიძლება გარდაუვალი მომენტი შეიქმნას. დაგემშვიდობებით და გადავალ ნელ-ნელა შემდეგი ზოდიაქოს განხილვაზე. და მოგესალმებით ჩემო ძვირფასო სასწორებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში, რას გვეტყვის ტარო, როგორი იქნება მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი თქვენთვის. მოდის ესეთი ინფორმაცია, თუ თქვენ ახლა დაშორდით პარტნიორს, ან წინამორბედმა ურთიერთობა საკმაოდ ტოქსიკური იყო ეს ურთიერთობა, საკმაოდ რთული იყო, მთელი თქვენი ენერგია წაიღო, არაფრის თავი აღარ გაქვთ. 1 თვის მანძილზე შეიძლება საერთოდ იმის სურვილიც კი არ გქონდეთ, რომ ახალი ადამიანები შემოუშვათ და რაიმე სახის ურთიერთობა წამოიწყოთ. გექნებათ ესეთი პოზიცია, რომ მე ვარ ყინულის დედოფალი, არავის დანახვა არ მინდა, ძალიან ბევრი თქვენით დაინტერესდება, თქვენთან კომუნიკაცია შეეცდებიან, თითქოს ძალიან ბევრი კომპლიმენტები მოდის, ზუსტად როცა თქვენ არ გინდათ, ზუსტად მაშინ მიიღებთ უამრავ ყურადღებას, შეიძლება საჩუქარს, რაღაცა ცდილობებს, მაგრამ თქვენ ხართ ძალიან ჩაკეტილი ენერგიულად, ძალიან გაციებული, არ ხართ მზად, რომ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, რადგან წინამორბედმა პარტნიორმა ძალიან გადგინათ და გაგიციათ გული. მაგრამ თუ ახლა ურთიერთობაში ხართ, შეიძლება მოხდეს ისეთი ვითარება, რომ 1 თვის ვადაზე რაღაცნაირად ამ პარტნიორმა კონტროლი დაკარგოს, რაღაცაზე გაწყენინოთ და თქვენ მასთან ემოციური სიცივე იგრძნოთ და დიდი ხანი დასჭირდეს თქვენს პარტნიორს, რომ ეს ვითარება გამოასწოროს, მალევე არ დანებდებით, თქვენს პრინციპებს დაიცავთ და იგნორით დასჭით ამ ადამიანს. და თუ დიდი ხნის მანძილზე მარტო ხართ და არც ტოქსიკური პარტნიორი გახსოვთ და საერთოდ არავინ არ გახსოვთ, შეიძლება გამოჩნდეს ამ შემთხვევაში თქვენს შემთხვევაში ისეთი ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა მაშინვე არ წამოიწყოთ, მაგრამ მასთან კომუნიკაცია მოგეწონოთ და იცი რა იფიქროთ, რომ აი მე ამდენი ხნის მანძილზე ესეთი სასიამოვნო მოსაუბრე არ შემხვედრია, მასთან ურთიერთობა მომწონს და თქვენ თვითონვე მიხვდეთ, რომ ჩემი ყინულის გული რატომღაც ცოტა გაალღვა და მასთან კომუნიკაცია მესიამოვნა. ესეთი პროგნოზი არის გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პროგნოზი. თქვენ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ რაღაც რეაბილიტაციის მომენტი მაინც გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი დაშორებულები ხართ დიდი ხნის თუ უბრალოდ ურთიერთობაში კონფლიქტი შემოვა, რადგან თითქოს ეს თვე, მომდევნო 1 თვე გექნებათ ისეთი ენერგია გმართავთ, რომ თქვენს ემოციებს მაქსიმალურად შეზღუდავთ და აბსოლუტურად გონებით დაიწყებთ მოქმედებას.
ახლა კი ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ კარგი ურთიერთობის პერსპექტივა. თევზებთან სხვათა შორის ამ პერიოდის მანძილზე სასიამოვნო კომუნიკაციას შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ ზუსტად თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან და რომელ ზოდიაქოსთან გექნებათ შედარებით რთული დამოკიდებულება და აქ არის მშვილდოსანი. ნუ შეიძლება ეს ინფორმაცია მივიღოთ გაფრთხილებად, რომ მშვილდოსანი ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებასთან წამოვიდეს რაღაც გაუგებრობა, კონფლიქტი და მივიღოთ გაფრთხილებად, რომ თუ არ გექნებათ მაინც და მაინც ისეთი მნიშვნელოვანი სათქმელი, მოერიდოთ ამ კონფლიქტს და ზოგადად ამ ზოდიაქოს ნიშანს, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ პერიოდში არ ვარ მოვუბრალ სამუდამოდ. შეიძლება რაღაც მომენტში უბრალოდ თქვენი აზრთა სხვადასხვაობა უკვე კონფლიქტში გადავიდეს და ამ ყველაფერს მოერიდოთ. დაგემშვიდობებით თქვენ და ჩვენ გადავიდეთ შემდეგი ზოდიაქოს ნიშნის განხილვაზე, რომელიც არის მორიელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მორიელებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში როგორი იქნება მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი თქვენთვის. თქვენ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი მეტოქე მოდის. სხვათა შორის აქ გექნებათ ესეთი სიტუაცია, რომ ან თქვენს დაქალებთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციას მოიძიებთ იმ ადამიანზე, რომელიც ახლა ან თქვენი პარტნიორი, ან თქვენ ქრაშავთ, ან თვითონ იჩენს ძალიან ბევრ ინიციატივას, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც უნდობლობა გაქვთ ამ ადამიანის მიმართ. მოკლედ 1 თვის ვადაზე გექნებათ ესეთი პერიოდი, რომ სასიყვარულო ენერგეტიკაში გექნებათ ეჭვები, გექნებათ პარტნიორისადმი ან ქრაშის მიმართ უნდობლობა, ჩართავთ ამ სიტუაციაში თქვენს დაქალებს, მოიხმობთ მათ და წავა ესეთი გამოძიება, დეტექტივის როლი გექნებათ, სადაც ამ პიროვნებაზე მოიძიებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებს და ბევრი თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება თქვენი ეჭვები გამართლდეს და ბევრი თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება თქვენი ასე ვთქვათ ეს ეჭვები და ეს რაღაც დამძიმებული ენერგეტიკა იმით განიმუხტოს, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლეს მიაგნოთ და ამ პიროვნებას ფაქტებით ესაუბროთ. აქ მოდის სხვათა შორის ესეთი ქალბატონების წრე, სადაც გექნებათ აქტიური მსჯელობა, აქტიური რჩევების გაცვლა, რჩევების მიღება და ესეთი ჩართულობა თქვენს პირად ცხოვრებაში. ან შეიძლება აქ იყოს ესეთი მომენტი, რომ გაჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ესეთი სიტუაცია, რომ საეჭვენო გაჩნდეს სხვა ქალბატონებზე ძალიან იეჭვიანოთ, ან რაღაც ზედმეტად ჩათვალოთ მათი აქტიურობა თქვენს რჩეულთან, ან რაღაც მომენტში გაბრაზდეთ ორ ქალბატონზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენენ თქვენი პარტნიორის მიმართ, ან იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ახლა მოგწონთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც ცოტა უნდობლობის პერიოდები შემოდის და ამ სიტუაციის მოგვარება, ამ სიტუაციაზე რაღაც ინფორმაციების მოგვარება არის და მოძიება არის და თქვენი დამოკიდებულება არის, რომ თქვენს პარტნიორს შეიძლება უთხრათ, რომ ეშინ აღარ გენდობი და რაღაცა ხისტი ენერგიები წამოვიდეს. ცოტა ქაოსური და მძიმეც შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ რაღაც მომენტში თქვენთვის ეს გამოძიება შეიძლება იყოს ძალიან უფრო მეტად აზარტული. მოდი ვნახოთ ესეთი ინფორმაცია, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ჩამოგიყალიბდებათ ამ დროის მანძილზე კარგი ურთიერთობა. და თქვენს შემთხვევაში მოდის სასწორი, რომელთანაც გექნებათ კარგი ურთიერთობა, რომელთანაც იგრძნობთ თავს შედარებით მშვიდად. ეს ზოდიაქო არის, რომელიც განმოხტავს თქვენს ამ დაძაბულობას.
და მასთან საუბარი დაგამშვიდებთ, მიაქციეთ ყურადღება ამ ზოდიაქოს და ვნახოთ ასევე, რომელი ზოდიაქო იქნება შედარებით კონფლიქტური და საფრთხილო თქვენთვის. და თქვენივე ზოდიაქოს სხვათა შორის მოდის ესეთი გაფრთხილება, რომ თქვენივე ზოდიაქოს წარმომადგენელთან შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა ან სერიოზული გარკვევითი საუბრების წინაშე დადგეთ და მასთან მიმართებაში ან აზრი შეიცვალოთ, ან თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ გაციოდეს. ასეთი ინფორმაცია მოგცა დღეს ტარო. დაგემშვიდობებით. თქვენ და გადავიდეთ შემდეგი ზოდიაქოს განხილვაზე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მშვილდოსნებო. და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რას გვეტყვის ტარო. როგორი იქნება თქვენი მომავალი ერთი თვე. მომდევნო ერთი თვის სასიყვარულო პროგნოზი. შორის ძალიან ბევრ გეგმებს აწყობთ, დააწყობთ. სხვა შორის გექნება ძალიან ბევრი საქმე. ეს იქნება შეიძლება რაღაც მომენტში თქვენი ძალისხმევა უფრო თქვენ სამსახურზე და ფინანსებზე წავიდეს, ვიდრე პირადზე, იმიტომ რომ რაღაც დატვირთული პერიოდი გექნებათ კარიერულად, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მოახერხოთ და დრო გამოყოთ პირადი ურთიერთობებისთვის, სადაც სხვათა შორის მოდის რამდენიმე პიროვნების აქტიურობა თქვენს მიმართ. თუ ახლა ხართ თავისუფლები და არ გყავთ პარტნიორი, თქვენთან ურთიერთობას შეეცდება რამდენიმე ადამიანი და არჩევანის წინაშე დადგებით. შეიძლება ამ დროის მანძილზე არც იჩქაროთ, რომ გადაწყვეტილება ესე დააჩქაროთ და რომელიმე აირჩიოთ მათგანი. თუ ახლა ურთიერთობაში ხართ, შეიძლება თქვენი პარტნიორი თქვენს მიმართ ცოტათი ნაწყენი დარჩას, იმიტომ რომ სულ სხვა გეგმებს აწყობთ და კარიერისკენ გადაიხრებით და პირადისთვის ცოტა დრო გრჩებათ, რაღაცა საყვედურები წამოვიდეს მისი მხრიდან, მაგრამ აი რაღაცა განმოხტვაში იქნებით, რომ არც კარიერული პერსპექტივები იყოს თქვენთვის უმნიშვნელო და არც პირადი მიივიწყოთ. აი რაღაცა უფრო დაბალანსების პერიოდი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აქ არის ახალი შანსები კიდევ. ახალი შანსები შეიძლება იყოს, რომ ან ახალ სამსახურში გადახვიდეთ, ან ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ურთიერთობებში. და აი სხვა შორის როგორი შეგრძნება გექნება და ესეთ რამეს იტყვით, რომ აი ეს ერთი თვე როგორ გავიდა, ვერც კი ვიგრძენ, იმიტომ რომ თითქოს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის დამუშავება ხდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ისეთ შეგრძნებად დაგრჩებათ, რომ თითქოს ამ ყველაფერმა მაინც თქვენს გარეშე გაიარან. რაღაც მომენტში იმდენად გადატვირთული ყავით და გადარბენაზე იყავით, რომ ეს შეგრძნებები ისე მძაფრად ვერ შეიგრძენით, როგორც გინდათ, იმიტომ რომ ხართ ძალიან დაღლილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც არ მიიღებთ. მე ვფიქრობ, რაღაც მომენტში ცოტა სტაგნაციისკენ წახვალთ და სადაც არის სიტუაცია, იქით დარჩებით. რატომ ვამბობ ამას? თუ ახალ სამსახურში გადადიხართ, აი ამ ყველაფერს უფრო ისე შეხედავთ, რომ აი რაც იქნება და წინასწარ არ ვინერვიულებ ამ ყველაფერს როგორ წავა და იქნა მომელის. თუ ახლა ურთიერთობაში არ ხართ და რამდენიმე ადამიანი შეეცდება თქვენს მოხიბლას, არჩევანს ესე მარტივად არც ერთი არ გააკეთებთ და თითქოს რაღაც მომენტში დროს გაიყვანთ და გაწელავთ, რომ ყველა ადამიანმა თავისი ან სისუსტე დაგანახოთ, ან დადებითი მხარები დაგანახოთ და რაღაც მომენტში არჩევანი უფრო გაფართოვდება ამ დროის მანძილზე და დიდად არ იჩქარებს. თუ ურთიერთობაში ხართ, აი ამ შემთხვევაშიც რაღაც მომენტში შეეცდებით, რომ თქვენი პარტნიორი ასე ვთქვათ, უყურადღებოდ არ დატოვოთ, მაგრამ მაინც გადაღლილობას უფრო მეტად იგრძნობს და ეს თვე ისე გაივლის, რომ აი ყველაფერი მოხდა, მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი უჩემოდი იყო, იმდენად ორ ფრონტზე ვიბრძოლე, კარიერა და სამსახური, ესეთი სიტუაცია გაქვთ. მოდი ვნახოთ თქვენ შემთხვევაში, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ კარგი ურთიერთობის პერსპექტივა. так, მოდის სასწორი. დღეს სასწორები ძალიან აქტიურობთ. მოდის აქ
სწორი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც გექნებათ ჰარმონიული ურთიერთგაგება და შეიძლება საქმიანი პარტნიორობა, რომელიც შემდგომ მეგობრობაში გადაინაცვლებს და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იყოთ ცოტათი ფრთხილად. და თქვენივე ზოდიაქო არის. აქ მოდის ესეთი გაფრთხილება, რომ თქვენივე ზოდიაქოს ნიშანთან იყავით შედარებით ფრთხილად, რადგან შეიძლება თქვენმა ენერგიულობამ, საერთო მუხტმა პატარა აფეთქებები გამოიწვიოს და ერთმანეთს ვერ გაუგოთ და ამ შემთხვევაში ამ პერიოდის მანძილზე მოვერიდოთ კონფლიქტებს. დაგემშვიდობებით თქვენ. და გადავნათლოთ ჩვენ შემდეგი ზოდიაქოს განხილვაზე. მოგესალმებით, დღის რქებო, თქვენი დროც მოვიდა და გავიგოთ თქვენი მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი როგორია. რას გეტყვით ტარო? სხვადასხვის აქ პატარა ცდუნებების წინაშე იქნებით. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს პატარა ცდუნებები არ იქნება და ეხლა გეტყვით რას გულისხმობთ ცდუნებაში. აქ შეიძლება ისეთ პიროვნებასთან მოგინდეთ ისევ დაკონტაქტება და სულ მას წაგრძლიოთ, რომელიც გაგდებთ მუდმივად რაღაცა დეპრესიაში, აგატკივებთ ხოლმე თავს, გიშლით ნერვებს. მასთან ურთიერთობა არის ერთი დიდი ომი, გამოცდილებები, მუდმივი კარმული გაკვეთილები, მაგრამ მას ენერგეტიკულად ვერ შორდებით და თქვენს თავზევე ბრაზობთ, რომ აი რა ვნახე ახლა ეს ამ ადამიანში, ისეთი რომ გონებიდან ვერ ამოვიგდე და მასთან ურთიერთობის სურვილი აღარ და აღარ მიქრება. ესეთი ცდუნებები გაქვთ ისეთ ადამიანთან, ან შეიძლება მისგან SMS-ი მიიღოთ, ან მისგან რაღაც ფლირტი წამოვიდეს, დაინტერესება წამოვიდეს, ეს ადამიანი ძალიან მაგრად გამოიყურება, არის ძალიან სექსუალური, ქარიზმატული და უცებ აი რაღაც მომენტში გინდათ რომ მასთან ურთიერთობაში ჩაებათ, მაგრამ მე უცებ გაგახსენდებათ, როგორი ტკივილები მოგაყენათ მან და ცოტა გონზე მოხვიდეთ და პატარა შურისძიებებიც კი დაგეგმოთ, რომ ან ეთამაშოთ, ან რაღაცა ცოტა ცინიზმი გავუშვათ მასთან. ცოტა კარმულ ურთიერთობებს გავს. შეიძლება პარტნიორთან ცოტა დაძაბულობის პერიოდი შემოგივიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი იყოს თქვენთან ყურადღებიანი, იყოს თქვენთან ძალიან ესეთი აქტიური, მაინც დანაკლისი იგრძნოთ მასთან, ვინც ურთიერთობებში ხართ მათ მიმართებაში ვამბობ. ანუ ურთიერთობაში ვინც ხართ, ახლა შეიძლება გქონდეთ პარტნიორის მხრიდან ემოციური დეფიციტი, უფრო მეტი ემოციები გინდოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი მართლა იქნება აქტიური, მაგრამ რაღაც მომენტში ცოტა კაპრიზული თვე შეიძლება გქონდეთ, ესეც გაითვალისწინეთ, მაგრამ შეიძლება აქ იყოს ყოფილთან გარჩევები ურთიერთობის და თქვენი მხრიდან საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება და მკაცრი მოქცევა შეიძლება ჩავთვალოთ. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას მაინც გაქვთ ესეთი ცდუნებები ცალსე თვე ისეთ ადამიანთან, რომელთანაც გაქვთ მუდმივი კონფლიქტი, მაგრამ ენერგეტიკულად ძალიან გიზიდავთ. ახლა კი ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ ძალიან კარგი ურთიერთობა ამ პერიოდის მანძილზე. და ეს არის სხვადასხვის კირჩხიბი. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ კარგი ურთიერთობა, შეიძლება ახალი ნაცნობი, ახალი მეგობარი, ახალი ბიზნეს პარტნიორი, ახალი იდეის ავტორი, რომელთანაც ჰარმონიაში შეხვალთ. ახლა კი ვნახოთ, რომელი ზოდიაქო იქნება კონფლიქტური თქვენთვის და ეს არის მშვილდოსანი, რომელთანაც გექნებათ, შეიძლება ეს მაცდუნებელი ადამიანი იყოს მშვილდოსანი, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ან შეიძლება რაღაც პატარა უთანხმოება, რაღაცა უბრალოდ ქუჩაში თქვენთვის მიდიხართ და რაღაცა ესეთი დისკუსია გაჩნდეს, ან ესეთი უცნაური შარი გაჩნდეს ისეთი ადამიანისგან, რომელთანაც შეიძლება გაგიჩნდეთ ესეთი კითხვა, რომ რა გინდო და მე ჩემთვის წნარად ვიყავი და რატომ მეჩხუბები. გამოგიწვიოთ ამ ადამიანმა და მე შეიძლება მოიძიოთ მას ინფორმაცია და აღმოჩნდეს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული პიროვნება და სხვათა შორის ვინც საჭესთან ხართ,
არ გაშინებთ, რა თქმა უნდა, არაფერი ცუდი, უბრალოდ შეიძლება აქ გაფრთხილებად მიიღოთ ჩემი ინფორმაცია, რომ შედარებით უფრო ყურადღებით და მეტი სიფხიზლით მართეთ საჭე, რადგან შეიძლება კონფლიქტი ზუსტად მართვის დროს მოხდეს. ასე რომ იყავით ფრთხილად. დაგემშვიდობებით თქვენ და ჩვენ გადავიდეთ შემდეგი ზოდიაქოს ნიშნის განხილვა დავიწყოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მერწყული. მოგესალმებით, მერწყულებო. და განვიხილოთ ჩვენ მომდევნო 1 თვის სასიყვარულო ტარო პროგნოზი, როგორია ჩვენთვის, რადგან მეც მერწყული ვარ. გავიგოთ რა გველის. გველის პირდაპირ ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენები. განვიხილოთ, რა თქმა უნდა. ნახეთ, რამდენი მოვლენის წინაშე შეიძლება დავდგეთ ჩვენ. მომდევნო 1 თვე იქნება საკმაოდ ესეთი გადატვირთული, ემოციურად გადატვირთული. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი გადაჭარბებული დოზით გართობა. ზოგიერთი ჩვენთაგანის შემთხვევაში იყოს ესეთი მეგობრების თავშეყრა, სადაც ძალიან ბევრ დროს გავატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, რომ ეს არის სასიყვარულო ტარო პროგნოზი, მაინც ჩვენს ცხოვრებაში ძალიან საკმაოდ დიდ დროს ვანიჭებთ სამეგობრო წრეს და აქედან გამომდინარე ეს ინფორმაციაც ამოდის. დავიწყოთ ესეთი სიტუაცია, რომ თუ ახლა ხართ ურთიერთობებში, ჩემოძვირფასებო, თქვენი იმპერატორი, რომელიც აგერ ამოვიდა, უფრო გამყარდება ეს ურთიერთობა, უფრო გამყარდება თქვენს შორის რომანტიკული კავშირი, მიზიდულობა, იგრძნობთ, რომ სწორ პარტნიორთან ხართ, იგრძნობთ ამ პიროვნების ძლიერ ზურგს, თანადგომას, გვერდში დგომას, მიხვდებით, რომ ეს ადამიანი ზუსტად ისეთი არის, როგორზეც ოცნებობდით, ეს ადამიანი გავსებთ როგორც მენტალურად, როგორც ფიზიკურად, როგორც ვნებით, როგორც ემოციით, რაღაც ძალიან პარტნიორულ ურთიერთობებში ვინც ხართ, რაღაც გრძნობების პიკი და ძალიან იტიმოდის და ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. ვინც თავისუფალ ურთიერთობებში ხართ, პასუხისგებლობებს არ იღებთ, შეიძლება მოხდეს ისეთი ცდუნებები, რომ ახალი პარტნიორიც გამოჩნდეს. იმ პარტნიორის მიღმა, რომელთანაც ხართ თავისუფალ ურთიერთობაში და ცოტა დამაბნეველი ესეთი მომენტი შემოვიდეს, რაღაც მომენტში ცდუნებას გავდეს, მასთან წამოწყებული ფლირტი და არჩევანის წინაშე მიხვიდეთ საბოლოოდ, დარჩეთ ძველ ადამიანთან თუ ახალთან ცადოთ, ყოველ შემთხვევაში რაღაც მომენტში გექნებათ მერყეული პერიოდი. შემოდის ესეთი სიტუაცია, რადგან ამოვიდა, რადგან დავინახე, ეს უნდა ვიცოდეთ, გაფრთხილებულები ვიყოთ. ასევე პირად ურთიერთობებში შემოდის ძალიან ბევრი ახალი ნაცნობები, ძალიან ბევრი პიროვნებები. ესეთი აქტიური პერიოდი არის, მაგრამ ამ ყველა პარტნიორთან თუ პარტნიორი არა, უფრო ესეთი ადამიანები, რომლებისგანაც ფლირტს გრძნობთ. აი ამ ყველა პიროვნების მიღმა თქვენ შეაჩერებთ, ასე ვთქვათ, თქვენს ინტერესს კვერთხების მეფესთან, რომელიც იქნება რაღაც მომენტში თქვენთვის თქვენს პიროვნებასთან დახასიათებაში რაღაცა ძალიან აცდენა გექნებათ. აი თითქოს საერთოდ არ უნდა გქონდეთ ამ პიროვნებასთან საერთო, მაგრამ მაინც და მაინც ისეთი ადამიანი მოგეწონებათ, რომელიც იქნება რადიკალურად განსხვავებული, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ეჭვიანი, ან ისეთი პიროვნება, რომელიც იქნება პირდაპირი და პირდაპირ გამოგეცხადებთ, რომ თუ ჩემთან იწყებ ურთიერთობას, უნდა იყო მხოლოდ ჩემი.
და აი ეს საზღვრები, ეს დაწესებული რაღაც ჩარჩოები, როგორც წესი, მორწყულებს არ გვყვარს, მაგრამ აი ამ შემთხვევაში გამონაკლისი, ზუსტად ის რაღაც ხისტი ენერგეტიკა, რომელიც არის საკმაოდ ამავე დროს მიმზიდველი და თან თბილი, ცეცხლოვანი, აი ზუსტად ეს რაღაცა მნიშვნელოვანი ესეთი ბალანსი მიგზიდავთ ამ ადამიანთან და იქცნობთ, რომ ზუსტად ესეთი ურთიერთობა გჭირდებათ ახლა, რომელიც ადრე საერთოდ არ მოგწონდათ ესეთი სტერეოტიპები. რაღაცა გარდამტეხი პერიოდი მოდის, განსაკუთრებულად განსხვავებულ პარტნიორს აირჩევთ, რომელთანაც ადრე ესეთი პიროვნებები, ესეთი ხასიათის მატარებლები შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეთ, მაგრამ ახლა რაღაც განსხვავებული ადამიანის შემოშვების და მასთან ურთიერთობის ის ხასიათზე დადგებით. ესეთი ცოტა ქაოსური, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია მოდის ჩვენთან. ახლა კი ვნახოთ რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გვექნება კარგი ურთიერთობის პერსპექტივა. და ეს არის მორიელი. სხვათა შორის მორიელთან, რომელთანაც შეიძლება გქონდეთ ძალიან ისეთი მჭიდრო სულიერი კავშირის გაგება. რაღაც ახალი მეგობარი შეიძლება შეიძინოთ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ წარმომადგენელთან, რაღაც საინტერესო და მნიშვნელოვნად ინფორმაციული ნიუსები წამოვიდეს ამ ადამიანისგან, რომელსაც ჩათვლით, რომ რაღაცა განსხვავებული ხედვა აქვს და თქვენთვის საჭირო არის და ჩათვლით, რომ ამ ადამიანს სწორი ხედვა აქვს და მოგეწონებათ და ინტელექტუალურ მეგობარს შეიძენთ. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება გქონდეთ ასევე რთული ურთიერთობა ამ პერიოდის მანძილზე. და ეს არის თხის რქა. ამ პერიოდის მანძილზე მერწყულებო შეიძლება ურთიერთობა დაგვეცაბოს თხის რქის წარმომადგენლებთან. ან შეიძლება ზოგადად ამ პიროვნებასთან არანაირი ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ამ პერიოდის მანძილზე გაჩნდეს დისკუსიის და კონფლიქტის რისკი და შეგვიძლია უბრალოდ ავირიდოთ თავიდან და ეს ინფორმაცია მივიღოთ უბრალოდ გაფრთხილებად. დაგემშვიდობებით და გადავალ ახლა ნელ-ნელა ბოლო ზოდიაქოს განხილვა დაგვრჩა. და გავიგებთ, რა თქმა უნდა, თევზების ზოდიაქოს შესახებ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თევზებო. და ვნახოთ, როგორი იქნება მომდევნო 1 თვის სასიყვარულო პროგნოზი თქვენთვის. ორიანი მონეტა, რთული კარტია. ცოტა მეტყველებაშიც კი დავიბენი ორიანი მონეტა რომ დავინახე, რადგან საკმაოდ მემძიმება ხოლმე ეს არკანი. რადგან თქვენი ზოდიაქოც არის, ნახეთ როგორი ორი თევზი, რომელიც მიცურავს სხვადასხვა მიმართულებით. შეიძლება ჩავთვალოთ უბრალოდ თქვენი ხასიათი და დამოკიდებულება ამ შემთხვევაში. რადგან რაღაც მომენტში გინდოდეთ რომ დაიცვათ ბალანსი, არ აწყენინოთ არც თქვენს ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს, არც პირადში არ აწყენინოთ არავის. აი ყველასთან გინდათ რომ რაღაცა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, კონფლიქტებს მაქსიმალურად გაურბიხართ, დაძაბულობას მაქსიმალურად გაურბიხართ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თქვენი მოთმინებაც იწურება და რაღაც მომენტში ეს ორიანი მონეტა გბეზრდებათ და ისე იწყებთ ცხოვრებას, როგორც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გინდათ. მერე ყველა ეს ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ რაღაც მომენტში გახდით ეგოისტები და ეს ყველაფერი გულს გტკენთ. ცოტა რთული თვე შემოდის, მაგრამ გადაწყვეტთ, რომ ეს რაღაცა ყველასთან რომ ხართ რაღაც მომენტში ძალიან ემპათიური, აი ეს მომენტები აღარ გინდათ და უბრალოდ გინდათ, რომ ეს თვე იყოს ისეთი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გინდათ და აღარ გაინტერესებთ გარშემოყოფები თქვენზე რა სიტყვიან. აი ესეთი თვე მოდის. ძალიან საინტერესოა, ვნახოთ კიდევ. რას გვერყვის ტარო. ვფიქრობ, აქ ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში იქნება თქვენივე ინიციატივა, თქვენივე მონდომება, რომ დღევანდელ პარტნიორთან აიღოთ ტაიმ-აუტი, მით უმეტეს თუ გაქვთ კონფლიქტური ვითარებები და ურთიერთ აზრთა სხვადასხვაობა გაქვთ.
ანუ რაღაც მომენტში შეიძლება ინარჩუნებდით ამ ადამიანთან კარგად ურთიერთობას ყოველთვის ვცდილობდით რომ დაგებალანსებინათ რაღაც კონფლიქტებში არ აყოლოდით, მაგრამ მოთმინების პიკზე მიდიხართ, გეწურებათ ეს მოთმინება და ამ ურთიერთობას აპაუზებთ, ან ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოდიხართ, ან მოსაფიქრებელ დროს აიღებთ და უბრალოდ საკუთარი თავის გარდა არავისზე და არაფერზე აღარ იფიქრებთ. დაამუშავებთ საკუთარ ენერგიას, დაამუშავებთ საკუთარ სურვილებს, დაამუშავებთ თქვენს მისწრაფებებს და უბრალოდ დაჭრებით და იტყვით, რომ აი ვინ ვარ მე და რა მინდა მე. ამის დრო დგება. საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი არის, საკმაოდ დიდ ძალას ფლობთ. და შეიძლება რაღაც მომენტში საფრთხეებს, ისეთი ინტუიციური რაღაც ჩაგერთოთ შინაგანი ხმა და რაღაც ბევრ საფრთხეებს ასწდეთ, უბრალოდ გარეთ არ გახვიდეთ, შეხვედრებზე არ წახვიდეთ, იმიტომ რომ რაღაცა გული ცუდს გიგრძნობთ, დღეს არ ვარ ხასიათზე რომ ვნახოთ თუნდაც ჩემი პარტნიორი მირჩევია სახლში ვიყო და მე მიხვდებით რომ რაღაცა ცუდს ასწდით, ან კონფლიქტს, ან რაღაც მომენტში არ ვიცი, რაღაც ცუდს. აქ ერთისთვის სასიყვარულო პროგნოზი არის ის, რომ უფრო მეტად სხვათა შორის აქ სიყვარულსაც განზე გადაწევთ იმის გამო, რომ საკუთარ თავს დაუკვირდეთ და სადაც თავს კარგად გრძნობთ, ის ვითარება აირჩიოთ და თქვენს თავზე ზრუნვა დაიბრუნოთ. აი ესეთი პერიოდი შემოდის თქვენთან. მოდი ვნახოთ ახლა თქვენს შემთხვევაში ტარო რას გვეტყვის. უბრალოდ კარტი რას გვეტყვის, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გექნებათ კარგი ურთიერთობის პერსპექტივა მერწყულთან. თქვენ გექნებათ სულიერი კავშირი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთან. გექნებათ ისეთი განცდა, რომ ამ რთული პერიოდის მანძილზე, ამ რთული პერიოდის ფონზე მხოლოდ აი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას აქვს იმის უნარი, რომ გაგიგოთ, მოგცეთ პირადი სივრცე, არ შეგაწუხოთ, როცა დაგჭირდებათ მისი თანადგომა, გვერდით იბულოთ და რაღაცა ძალიან კომფორტში იქნებით მერწყულთან. ახლა ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა და ეს არის კუროს ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც შეიძლება ამ პერიოდის მანძილზე თავი არც თუ ისე კარგად იგრძნოთ, ან ურთიერთგაუგებრობა მოხდეს, ან კონფლიქტი წამოიჭრას თქვენ შორის, მაგრამ შეგეძლიათ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მიიღოთ გაფრთხილება და უბრალოდ თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.